მარტივად უნდა შეძლოს და დაიწყოს ლაპარაკი, ხო? მაგრამ არასწორი მიმართულებით როცა მიდის მეთოდში, ხო? მაშინ ეწყება პრობლემები, იწელება წლებზე ადრე ნიკო ნიკოლაძის დროს, როდესაც მიდიოდა ევროპაში ქართველი, ხო? ის სწავლობდა ენას პრაქტიკაში. და ეს გრამატიკას ჩავწერ ყველაფერს და ამ წიგნს დაუბეჭდავ ან კოპიოებს გავაკეთებ და დაურიგებ ამ სურველებს და მომცირდებიან, ისინი თავისით ისწავლიან ენას. აქ თავარი შეცდომა სად იყო? მოგესალმებით ბლაბლა სკოლის პოდკასტიდან. კორნეი. ესე იგი, ადამიანი სწავლობს უცხო ენებს 8-10 წელი. კითხულობს წიგნებს, მთელი სიტყვები ესმის, უმეტესობა, უყურებს სერიალებს, მაგრამ საუბარი რო დაჭირდეს, აი სასტუმროში ზედმეტი პირსახოთი რო დაჭირდეს, უცხო ენაზე ვერ ითხოვს. რატომ? უყურე გვანცა, ადამიანის ტვინს აქვს ორი ფუნქცია. პირველი ეს არის დამახსოვრების ფუნქცია, რომ ყველაფერი დაიმახსოვროს. ეს არის სიტყვები, ფრაზები, რაც ტელევიზორში, სერიალებში გაიგონა, ამ ყველაფერის დამახსოვრება შეუძლია ადამიანს. და ეს შეიძლება მარტივიც კი იყოს ადამიანისთვის. მაგრამ მეორე ფუნქცია ეს არის საუბრის ფუნქცია. ეს არის როდესაც ადამიანი თავისი გონების მეშვეობით გადასცემს იმპულსებს პირის აპარატს და ამუშავებს მას. ანუ ესე რომ ვთქვათ, მარტივად ბევრს საუბრობს ადამიანი. და რაზეც გექნება აქცენტი, ხო? იმას მიიღებ შედეგად. თუ ბევრს კითხულობ, გრამატიკებს სწავლობ, წერ და უყურებ, მაშინ გაგინვითარდება წერა-კითხვის უნარჩვევა. ხოლო თუ სხვა რაღაცას აკეთებ და აქცენტს აკეთებ პირის აპარატზე, ხო? აი მაშინ სხვა შედეგს იღებ. უკვე ალაპარაკების შედეგს იღებ. კორნეი, ბავშვობიდან გვესმის, რომ აი საუბარი უფრო მნიშვნელოვანია. ცდილობთ კიდევაც რაღაც მეთოდებით, რომ საუბარი ვისწავლოთ, მაგრამ მაინც პრობლემა გვაქვს და მაინც ვერ საუბრობთ გამართულად და რაც მთავარია, ესე იგი, შფოთვისა და შიშის გარეშე უცხო ენებზე. მოდი ამაზე ისტორიას მოგიყვები. საიდან წარმოიშვა ეს პრობლემა? უყურე, ადრე შუა საუკუნეებში, როდესაც მიდიოდა ევროპაში ქართველი, ხო? ის სწავლობდა ენას პრაქტიკაში. მაგრამ საფრანგეთში ჩადიოდა და ბევრს ვარჯიშობდა. საუბრობდა და ისე სწავლობდა ენას. და მერე საქართველოში რო ჩამოდიოდნენ, აი ესე ცნობილი ადამიანები მიდიოდნენ ევროპაში და ჩამოდიოდნენ საქართველოში და საქართველოში დიდი რიგი უდგებოდათ, რომ მოგვამზადეო, გვასწავლე ენაო. ანუ ბევრი ადამიანი იყო მსურველი, ვისაც უნდოდა ენის სწავლა. და აქ მოხდა ესეთი რაღაცა. რამდენიმე ადამიანი რო ჩავიდა ევროპაში, მერე ჩამოვიდა საქართველოში და ანუ ის მეთოდი კი შეინარჩუნა, კი დაუწყო, მაგალითად სადღაც ოჯახში დაიწყო მუშაობა და თან ბავშვს ასწავლიდა. აი ეს არის მაგალითად მთვარე, ის არის მზე, ეს არის შეხედე ამას, შეხედე იმას, დაასხი ეხლა რო ასხამ ეს არის მithვით და ესე ასწავლიდა ენებს. ინგლისურს, ფრანგულს ესე ასწავლიდნენ. მაგრამ დიდი რიგი რო დაუდგა უკვე პედაგოგს, რომელიც ჩამოვიდა ევროპიდან, დიდი რიგი დაუდგა და ყველას უნდოდა და ერთი ადამიანი ვერ გაიჭრებოდა ყველაზე. ამიტომ აი პედაგოგმა, ესეთი ოჯახს მიკერებულმა პედაგოგმა მოიფიქრა ესეთი რაღაცა, მოდი მე დავწერ წიგნს და ეს გრამატიკას ჩავწერ ყველაფერს და ამ წიგნს დაუბეჭდავ ან კოპიოებს გავაკეთებ და დაურიგებ ამ სურველებს და მომცირდებიან, ისინი თავისით ისწავლიან ენას. აქ თავარი შეცდომა სად იყო? შენი აზრით, როდესაც ეს გააკეთა ამ ადამიანმა და ყველა მთლიანი გრამატიკა აღწერა წიგნში, ხო? და დაურიგა ყველა მსურველს, ვისაც ინგლისურის და ან ფრანგულის სწავლა უნდოდა. შენი აზრით და აი აღარ დაუწყო ვარჯიშები, აღარ დაუწყო, მივხვდი აღზრდის დროს, როცა ასწავლიან ბავშვებს და ასე შემდეგ. კომუნიკაციური ინგლისური არ იყო და უბრალოდ დაურიგა წიგნები, თან ცოტათი ფულიც აიღო ამ წიგნებში. ესე რომ ვთქვათ, შენი აზრით, ნახევარ წელიწადში მოვიდნენ ალაპარაკებული ეს ადამიანები მასთან, თუ ვერ ალაპარაკდნენ? არა, ვერ ისაუბრებდნენ, მხოლოდ თუ სწავლობდნენ, რანაირად ისაუბრებდნენ. ან პრაქტიკა დააკლათ, მაგის სიტყვა გინდა, ხო? ზუსტად.
ანუ გამოდის ისე რომ ეს კი დაურიგა ეს ყველაფერი კი დაიწყეს სწავლა, მაგრამ ბევრი ზარმაცობდა, ბევრი გრამატიკას ვერ იგებდა, მერე დაუწყო ამ გრამატიკების ჩაახსნები და ასე შემდეგ და აქცენტი მთავარი შეცდომა აქ არის იმაში, რომ აქცენტი გადავიდა ფიქრზე, გრამატიკულ ანალიზზე და პირის აპარატი უკვე ესე რომ ვთქვათ, ნეიტრალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დისფუნქციური გახდა. კი, და პირის აპარატი თუ არ შეაჩვია ადამიანმა, აი ეხლა რო გადმოვიტანოთ ეს უკვე აწმყოდროზე, სამწუხაროდ რაღაც არიან პედაგოგები ან ცენტრები და ისინი ისევ ანაწილებენ რომ speaking-ი, listening-ი ესე უნდა იყოს კითხვა, წერა და ისე დაბალანსებული. აი ეს დაბალანსებული ისევ ურტყამს პირის აპარატს და ისევ ადამიანი ვერ საუბრობს. გასაგებია კორნეი და თქვენ რა მეთოდი გაქვთ რომ ალაპარაკოთ ადამიანები? ნახეთ, ჩვენ შევიმუშავეთ, ანუ მე შევიმუშავე ისეთი მეთოდი, სადაც პირველ პლანზე გამოდის ცოცხალი საუბარი. და ცოცხალი საუბარი არ ნიშნავს, რომ პედაგოგი რაღაც სულ გელაპარაკება და შენ რაღაც ხანდახან პასუხობ. ეს არ არის ესე. ეს არის სავარჯიშოების ნაკრები, სადაც პედაგოგი ერთს გეუბნება, შენ მეორეს ეუბნები. პედაგოგი აწყოში გეუბნება, შენ მომავალს შეეუბნები. ანუ აქ არის შენ იძულებული ხდები, რომ ილაპარაკო. მოსწავლე იძულებული ხდება, ჩვენთან მოსული ადამიანი, რომ ქვას რაღაცეები სხვადასხვა დროებში და აქ არის ერთი მომენტი, არსებობს ფიქრი იმაზე რა ვთქვა და ფიქრი იმაზე როგორ ვთქვა. ჩვენ მოხსენით პრობლემა რა ვთქვა. ადამიანი როცა ფიქრობს ბევრს, ვაიმე რა ვთქვა, ეხლა რა ვთქვა, მაშინ კომპლექსდება და არ იცის რა თქواس. ჩვენ ეს მოხსენით მზა სავარჯიშოებით. ჩვენთან ადამიანს აქვს უფრო აქცენტი როგორ ვთქვა, აწმყოში ვთქვა, მომავალში ვთქვა, წარსულზე ვთქვა რაღაცა, ეხლა გადავიყვანო, ეხლა უარყოფითში გადავიყვანო და აი ეს სისტემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არ არის რომ კვირაში 2 დღე, მხოლოდ 1 საათი და მეტი არაფერი მიხვდით, ანუ ჩვენთან კვირაში 3-4 დღე, ასევე დანარჩენ დღეებში აუდიო-ვიდეო მასალის მოსმენა და სავარჯიშოებში, პაუზებში ხმამაღლა განიორება, ამას ქვია სისტემა და მეთოდი. როდესაც სისტემასთან და მეთოდთან გაქვს საქმე, მაშინ გეწყება შედეგები, მაშინ გეხსნება კომპლექსი და იწყებ ნამდვილად ურთიერთობას და ამაში შედის ასევე ჩვენთან კომუნიკაციური ვარჯიშები, კომპლექსის მოხსნის ვარჯიშები და მშობლიურ ენაზე მზაფრაზების გავარჯიშებები, როცა უკვე იცი როგორ რა უნდა თქვა მშობლიურ ენაზე სწრაფად, მერე ამის გადახურდავება ინგლისურზე ან რუსულზე მარტივად ხდება ჩვენთან. ჩვენ ახლა 3 ენა გვაქვს, კარგად დამუშავებული, ინგლისური, რუსული და ქართული რუსულენოვნებისთვის რა, და ინგლისურენოვნებისთვის. ოკეი, და როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა თქვენთან სწავლა? უყურეთ, ჩვენთან სწავლება მიმდინარეობს ნაკადებად. თვეში 2 ჯერ შეუძლია ადამიანს შემოუერთდეს ჩვენ ნაკადს. არის ჯგუფური ან ინდივიდუალური მეცადინეობები, ბევრი ვარჯიშები, როგორც ვთქვით, ენის გატეხვის და აი ეს მესმის და ვერ ვსაუბრობ, წლები ავსწავლობ და ვერ ავლაპარაკდი. ამის მოშორების კომუნიკაციური პროგრამა გვაქვს. მithით პირდაპირ ჯდებით პროგრამას პედაგოგთან მოსვლით ადგილზე ან ონლაინ პროგრამა, ორივე არის ეს პროგრამა და ჩვენი გუნდი არის უნიკალური იმით, რომ ორიენტირებული არის მოსწავლის ალაპარაკებაზე, ენის გატეხვაზე და შედეგის მიღებაზე. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ამიტომ ვართ როგორც რუსული სკოლა ყველაზე დიდი საქართველოში, ეხლა ინგლისურშიც მიზნები გვაქვს, რომ ყველაზე დიდი სკოლა გავხდეთ საქართველოში. კორნეი, აი რეალურად რო ვთქვათ, თქვენი სკოლა რამდენ ხანში ალაპარაკებს ადამიანს? ნახე, ადამიანები საერთოდ მიჩვეულები არიან აი ესეთ ჯადოსნური ტაბლეტის მიღებას. ანუ მიჩვეულია თუ რამე ტკივა ადამიანს მიიღო ტაბლეტი და თითქოს გაუხუშტა, მაგრამ თავარი მიზეზი რჩება დაფარული და მაინც არ არის აღმოფხვრილი. ესე არის ენებშიც, ანუ თითქოს ადამიანმა მარტივად უნდა შეძლოს და დაიწყოს ლაპარაკი, ხო? მაგრამ არასწორი მიმართულებით როცა მიდის მეთოდში, ხო? მაშინ ეწყება პრობლემები, იწელება წლებზე, სკოლაში 10 წელი, მე უნივერსიტეტში და ასე შემდეგ და წლებზე ეწელება ეს და მე მიდის სადღაც კიდე ცენტრში ან ვიღაც პედაგოგთან და ისიც უწელავს წლებზე. კარგი ამბავი არის, რომ ჩვენ მეთოდში, როცა ჯდება ადამიანი და ჩვენს ანუ ნაკადში
შემოერთებას აკეთებს, ანუ აქ შენ ხარ უკვე იძულებული გაიხსნა, იძულებული დაიწყო საუბარი, იძულებული აიღო ეს მეთოდი და შენი საკომუნიკაციო უნარჩვევები გამოამჟღავნო და რაც დაძინებული იყო ის გააღვიძო. და ამას როცა ჩვენ მოყვება ადამიანი 50% 60 ჩვენზე არის, 40% მაინც მოსწავლეზე არის, მაგრამ კარგი მეთოდს ხედავენ, იწყებენ უკვე მაინც მოყოლას. ანუ мотиваციაც არის, ხო? კი, ეგრე არის და ამ мотиваციასთან ერთად 3-დან 6 თვემდე უკვე რეალურ შედეგებს შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს იმაზე, რეალური ალაპარაკების და ეს არის ცხოვრებაში გასulis, უცხოეთში წასulis და იქ საუბრის ტრაილერზე ვზივარ, უკვე პოლიციას ველაპარაკები, ან სადღაც ჩავედი იქეთ უცხოეთში და ემიგრაციაში ვარ და იქ დაუწყე საუბარი და 5 წელი ვერ ვლაპარაკობდი, იქვე ცხოვრობდი ამერიკაში, მიხვდით და აი ეს ერთები შეგიძლიათ ნახოთ, გადახვიდეთ ჩვენს გვერდზე და ეს წარმატებები სხვადასხვა მოსწავლეების და სტუდენტების ჩვენი, ამიტომ სისტემაში არის საიდუმლო და მეთოდში და კარგ პედაგოგში. ხო, და мотиваციაშიც თავისთავად. და мотиваციაშიც. მადლობა კორნეი ამ მწურავი პასუხებისთვის და მეგობრებო, თუ თქვენს გინდათ რომ თავისუფლად და ძალიან მალე ისაუბროთ უკვე ინგლისურ და რუსულ ენებზე, დაგვიწერეთ კომენტარებში სიტყვა კურსი და შემოუერთდით ბლაბლა სკოლის შემდეგ ნაკადს.